თავი მეორე. საუკუნო ხელოვნება. ეგვიპტე, მესოპოტამია, კრეტა. ხელოვნება გარკვეული სახით დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვხვდება, მაგრამ ხელოვნების როგორც ერთიანი, გაბმული საქმიანობის ისტორია არც სამხრეთ საფრანგეთის მღვიმეებში დაწყებულა და არც ჩრდილო ამერიკის ინდიელებში. არ არსებობს უშუალო კავშირი დღევანდელ დრესა და ხელოვნების ამ უცნაურ გარიჯრაჟს შორის. სამაგიეროდ, არსებობს პირდაპირი ტრადიცია, რომელიც ოსტატისგან მოწაფეს, მოწაფისგან კი თაყვანის ცემელს ან მიმბაძველს გადაეცემოდა, რომელიც დღევანდელ ხელოვნებას, ნებისმიერ თანამედროვე სახსა თუ პლაკატს, ნილოსის ველის 5000 წლის წინანდელ ხელოვნებასთან აკავშირებს. საქმე ისაა, რომ ბერძენი ოსტატები ეგვიპტელთა შეგივდები იყვნენ, ჩვენ ყველანი კი ბერძენთა მოწაფეები ვართ. ამიტომაც ეგვიპტურ ხელოვნებას ჩვენთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს. ყველა მიცის, რომ ეგვიპტე პირამიდების ქვეყანაა, ქვის მთებისა, ქარებით გამოფიტული ნიშანსვეტებივით რომ აღმართულან ისტორიის შორეულ ჰორიზონტზე. ისინი შეიძლება უცხო და იდუმალი გვეჩვენოს, თუმცა ძალიან ბევრ რამეს გვეუბნებიან. მოგვითხრობენ ქვეყანაზე, რომელიც იმდენად მოწესრიგებული იყო, რომ ამ უშველებელი ქვაყრილების აზვინება ერთი მეფის სიცოცხლეშივე ხერხდებოდა. ვიამბობენ მეფეებზე, რომლებიც ისეთი მდიდრები და ძლევამოსილები იყვნენ, რომ შეეძლოთ ათასობით მუშა თუ მონა ეიძულებინათ, წლობით ეშრომათ მათთვის, მოეპოვებინათ ქვა, მშენებლობის ადგილას მოეზიდათ და უმარტივესი საშუალებებით გადმოეტანათ, ვიდრე აკლდამა მზად არ იქნებოდა მეფის დასაკრძალავად. არც ერთი მეფე და არც ერთი ხალხი არ გაიღებდა ამხელა ხარჯს და თავსაც არ შეიწუხებდა უბრალო ძეგლის დასადგმელად. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ პირამიდებს მეფის და მის ქვეშევრ დომთა თვალში პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. მეფე ადამიანთან ბრძანებელ ღვთაებრივ არსებად იყო მიჩნეული. ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნებული ღმერთებთან, რომლებიც მანამდე მიატოვა. შესაძლოა, ცადაცუდენილი პირამიდები მას ზეასვლას უადვილებდა. თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო, წმინდა სხეული ლპობისგან აუცილებლად უნდა დაეცვათ. ეგვიპტელებს ხომ სჯეროდათ, სულმა რომ საიქიოში ცხოვრება შეძლოს, ამისთვის სხეული უნდა იქნეს დაცულიო. ამიტომაც ისინი ცხედარს ბალზამირებას უკეთებდნენ, ტილოში გრაგნიდნენ და ასე ინახავდნენ. პირამიდაც სწორედ მეფის მუმიისათვის იყო აგებული. ცხედარი ამ უშველებელი ქვის მთის ზუსტად შუაგულში, ქვისავე სარკოფაგში ესვენ. დასაკრძალავის სათავსი კი მოფენილი იყო შელოცვებითა და ჯადოსიტყვებით, რომლებიც საიქიოში მიმავალ მეფეს უნდა შესწეოდა. მაგრამ ადამიანის მიერ შექმნილი არქიტექტურის მხოლოდ ეს უძველესი ნაშთები როდი გვაგებინებს, რა ადგილი უჭირავს ხელოვნების ისტორიაში საუკუნოვან რწმენა წარმოდგენებს. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სხეულის დაუზიანებლობა საკმარისი არ იყო. თუკი მეფის სახებაც იქნებოდა დაცული, ეს მის უკვდავებას ორმაგად უზრუნველყოფდა. ამიტომაც მოქანდაკეებს ებრძანებოდათ მეფის თავი მტკიცე, მდგრადი გრანიტისგან გამოეკვეთათ. მას ათავსებდნენ აკლდამაში, სადაც არავინ ნახავდა და სადაც გამოსახულების მეშვეობით მის სულს სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მოქანდაკის აღნიშნული ერთი ეგვიპტური სიტყვა შეიძლება ითარგმნოს როგორც ის, ვინც სიცოცხლეს უნარჩუნებს. თავდაპირველად ეს წესი მხოლოდ მეფეს ეხებოდა, მაგრამ მალე მისი ქვაყრილის ირგვლივ სამეფო კარის დიდებულთა პატარ-პატარა აკლდამებიც ჩამწკრივდა. გავიდა ხანი და ყველამ, ვისაც კი თავი რამედ მიაჩნდა, თავისი საიქიო ცხოვრებისათვის დაიწყო ზრუნვა. გახშირდა ძვირად ღირებული საფლავის გამართვა, რომელსაც მისი მუმია და სახება უნდა დაეცვა, სადაც სული უნდა დაბინავებულიყო და მიცვალებულისათვის მირთმეული საჭმელ სასმელი უნდა ეგემა. პირამიდების ეპოქის, ანუ ძველი სამეფოს მეოთხე დინასტიის, ზოგიერთი ამგვარი ადრეული პორტრეტი, სურათი 32. ეგვიპტური ხელოვნების უმშვენიერესი ნაწარმოებია. ძნელია მათი ამაღლებულობისა და სისადავის დავიწყება. აშკარად ჩანს, რომ მოქანდაკე სულაც არ ცდილობდა ესიამოვნებინა მოდელისათვის, ან და უკვდავეყო მისი წამიერი გამომეტყველება. იგი მხოლოდ არსებიც ითვალისწინებდა.
ყველა წვრილმან დეტალს კი უკუაგდებდა. შესაძლოა, სწორედ ადამიანის სახის ძირითადი ფორმებით შემოფარგლა ანიჭებს ამ პორტრეტებს ასეთ გამომსახველობას. თითქმის გეომეტრიული სიმკვეთრის მიუხედავად, ისინი არც პირველ თავში განხილული ნიღბებივით პრიმიტიულია და არც ისეა ცოცხალ ადამიანს მიმსგავსებული, როგორც ნიგერიელ მხატვართა ნატურალისტური პორტრეტები. ბუნებაზე დაკვირვება და მთელი სიმწყობრე ისე კარგადაა გაწონასწორებული, რომ ეს ქანდაკებები რეალურ ადამიანებს გვანან, მაგრამ ამავდროულად თავიანთი განყენებულობითა და მარადიულობით გვხიბლავენ. გეომეტრიული წესრიგისა და ბუნებაზე მახვილი დაკვირვების შეთავსება მთელი ეგვიპტური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. მასზე კიდევ უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნის რელიეფები და ნახატები, რომლებიც აკლდამების კედლებს ამკობს. თუმცა სიტყვა ამკობს ცოტა არ უხდება ხელოვნებას, რომელიც თვითმიცვალებული სულის მეც არავის არ უნდა ენახა. ეს ნაწარმოებები ნამდვილად არ ყოფილა გამიზნული ვინმეს დასათქმობად. მათი მიზანი სიცოცხლის შენარჩუნება იყო. ოდესრაც უხსოვარ დროს, წესად ჰქონდათ მიცვალებული დიდკაცის საფლავში მისი მსახურებისა და მონების ჩატანება. მათი მსხვერპლად შეწირვის წყალობით, იგი საიქიოში შესაფერისი ამალითურთ გამოცხადდებოდა. მოგვიანებით, ასეთი სისასტიკე მეტისმეტად ამაზრზენად ან ძვირადღირებულად მიიჩნიეს და საშველად ხელოვნებას მიმართეს. ახლა ძლიერთა ამასოფლისათა ნამდვილი მსახურების ნაცვლად უკვე მათ გამოსახულებებს ატანდნენ. ეგვიპტურ აკლდამებში ნაყოლი ნახატები და ქანდაკებები სწორედ საიქიოში სულისთვის ფარეშთა გაყოლების იდეის გამოძახილია. იდეისა, რომელსაც ბევრ ადრეულ კულტურაში ხვდებით. ეს რელიეფები და კედლის მხატვრობა ეგვიპტის 1000 წლეულების წინანდელი ყოფა-ცხოვრების გამორჩეულად ცოცხალ სურათს გვაწვდის. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველად ნახვისას ისინი საკმაოდ უჩვეულო გვეჩვენება. ამის მიზეზი ის არის, რომ ეგვიპტელი მხატვარი რეალურ ცხოვრებას ჩვენგან განსხვავებულად გამოსახავდა. შესაძლებელია ეს მისი ნახატების სხვაგვარ დანიშნულებასაც უკავშირდებოდეს. მისთვის უმთავრესი სილამაზე კი არა, სისრულე გახლდათ. მხატვართა ამოცანა იყო ყველაფერი შეძლების დაგვარად ცხადი და უცვლელი დარჩენილიყო. ამიტომაც ისინი ბუნების სურათს ისე კი არ იხატავდნენ, როგორც იგი რომელიღაცას შემთხვევითი კუთხით გამოჩნდებოდა. არამედ ხატავდნენ მეხსიერებით, მკაცრი წესების დაცვით, რომლებიც სურათზე გამოსახულის მაქსიმალურ სიცხადეს უზრუნველყოფდა. მათი მეთოდი, კაცმა რომ თქვას, უფრო კარტოგრაფიას ჰგავდა, ვიდრე ფერწერას. 33 სურათი ერთ მარტივ მაგალითს გვიჩვენებს. მასზე გამოსახულია ბაღი, ტბორი თურთ. ჩვენ რომ ამ მოტივის დახატვა მოგიხდეს, დავფიქრდებით თუ რა კუთხით შევხედოთ მას. ხეების მოხაზულობა და სახასიათო ნიშნები ცხადად მარტო გვერდიდან ჩანს. ტბორის მოყვანილობა კი ზევიდან. ეგვიპტელს თავსატეხი არაფერი ჰქონდა. იგი ტბორს სწორედ ისე გვიხატავს, როგორც ის ზევიდან გამოჩნდებოდა. ხეებს კი ისე, როგორც ისინი გვერდიდან ჩანან. მეორე მხრივ, თევზები და ფრინველები ტბორში ზევიდან ყურებისას ძნელი ამოსაცნობი იქნებოდა. ამიტომ ისინი პროფილითაა გამოხატული. ასეთი მარტივი სურათი კარგად გვაცნობს მხატვრის მუშაობის წესს. ხშირად ბავშვებიც ასე იქცევიან. ოღონდ ეგვიპტელები ამ მეთოდს ბავშვებზე ბევრად თანმიმდევრულად იყენებდნენ. ყოველივე მისთვის ყველაზე ხელსაყრელი კუთხით უნდა გამოსახულიყო. 34 სურათი გვიჩვენებს, როგორ გადმოიცემოდა ამ შეხედულებიდან გამომდინარე ადამიანის სხეული. თავი ყველაზე კარგად პროფილით აღიქმება. ამიტომაც იგი გვერდიდან იხატება. მაგრამ თუ თვალის წარმოდგენა მოგვინდა, მას წინიდან დანახულს წარმოვიდგენთ ხოლმე. შესაბამისად, სახის გვერდხედზე თვალის წინხედია მოთავსებული. სხეულის ზედა ნაწილი, მხრები და მკერდი უკეთ წინიდან აღიქმება, რადგან ხელებისა და ტანის ბმასაც აქედან ვხედავთ. მაგრამ მოძრავი ხელფეხი გვერდიდან უკეთესად ჩანს. სწორედ ამიტომ გამოიყურებიან ეგვიპტელები ამ სურათებზე ასე ბრტყლად და დაგრეხილად. ამის გარდა, ეგვიპტელებს ეძნელებოდათ თერფების გარეთ მხრიდან გამოხატვა. მათ ცერიდან აყოლებული მკაფიო ხაზი ერჩივნათ. ასე რომ, ორივე ტერფი შიგა მხრიდან არის ხოლმე დახატული.
და რელიეფზე გამოქანდაკებული კაცი ისე გამოიყურება, თითქოს ორი მარცხენა ფეხი ჰქონდეს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეგვიპტელებს ადამიანი ასეთი ეგონათ. ისინი უბრალოდ იმ წესს მისდევდნენ, რომელიც საშუალებას აძლევდათ ადამიანის ფორმისათვის არაფერი მოეკლოთ, რაც კი მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. შესაძლოა წესების მკაცრი დაცვა რაღაცნაირად უკავშირდებოდეს გამოსახულებათა მაგიურ დანიშნულებას. მართლაც, როგორ მოახერხებს ადამიანი პერსპექტიულად შემცირებული ან გადაკვეთილი ხელით მიცვალებულისთვის განკუთვნილი წვენი მიიღოს, ან პირიქით, სხვას მიართვას. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეგვიპტური ხელოვნება იმას კი არ ეფუძნება, რაც ოსტატმა მოცემულ მომენტში შეიძლება დაინახოს, არამედ იმას, რაც მან პიროვნების თუ ამბის თვისებად მიიჩნია. სწორედ ასეთი, მის მიერ შესწავლილი, მისთვის ცნობილი ფორმებით აგებს იგი გამოსახულებებს. ისევე როგორც პირველყოფილი ხელოვანი აგებს ფიგურებს მისთვის მოსახერხებელი ფორმებით. თანაც ოსტატი თავის ნამუშევარში არა მარტო ფორმებსა და მოხაზულობებს, არამედ მათი მნიშვნელობის ცოდნასაც ასხამს ხორცს. ჩვენ ზოგჯერ ვინმეს დიდკაცს უწოდებთ ხოლმე. ეგვიპტელი დიდკაცს მის მსახურებზე და თვით მის მეუღლეზე დიდად ხატავდა. როგორც კი ამ წესებსა და პირობითობას ჩავწვდებით, ჩვენთვის გასაგები გახდება ის სახვითი ენა, რომლითაც ეგვიპტელების ცხოვრება აღიწერა. 35 სურათი. ჩინებულ წარმოდგენას გვაძლევს ეგრეთ წოდებული საშუალო სამეფოს ეგვიპტელი დიდმოხელის აკლდამის კედლის ზოგად სახეზე. იეროგლიფური წარწერა დაწვრილებით მოგვითხრობს, ვინ იყო იგი და რა პატივი და წოდება ეღირსა სიცოცხლეში. კარის თავზე კლავ ხნუმჰოტეპს ხედავთ. ამჯერად იგი წყლის ფრინველს იტყუებს ბადეში. თუ კი ვიცით ეგვიპტელი მყატვრის მეთოდი, ადვილი მისახვედრია, როგორ მუშაობს ეს ხერხი. მახის დამგები მონადირე ლერწმებშია დამალული და ხელში ღია ბადეზე გამობმული თოკი უჭირავს. იგი ზევიდანაა დანახული. როდესაც სატყუარაზე ფრინველი ჩამოჯდება, მონადირე ბაწარს ჩამოქაჩავს და ხაფანგიც დაიკეტება. ხნუმჰოტეპის უკან გამოსახულია მისი უფროსი ვაჟი ნახტი და განცთა ზედამხედველი, რომელიც მისი აკლდამის შეკვეთაზეც აგებდა პასუხს. მარჯვნივ შუბით თევზაობს ხნუმჰოტეპი, რომელსაც უწოდებენ დიდ მეთევზეს, ბევრი გარეული ფრინველის მომნადირებელს, ნადირობის ღვთაების მოტაყვანეს. სურათი 36. აქაც ხედავთ ეგვიპტელი მხატვრის მიერ აღიარებულ პირობითობას, იგი წყალს ლერწმებს შორის სვეტად აღმართავს, რათა აჩვენოს დაწმენდილი წყალი თევზები თურთ. წარწერაში ვკითხულობთ. ნავით მავალი პაპირუსების რიგებს შორის. გარეული ფრინველით სავსეთ ბორებში, ჭაობებსა და ჭავლებში. ორკაპა შუბით ხელში, იგი 30 თევზს განგმირავს. რა ჩინებულია ჰიპოპოტამზე ნადირობის დღე. ქვემოთ დახატულია სახალისო ეპიზოდი. წყალში ჩავარდნილი კაცი ამხანაგებს ამოხავთ. კარზე დაყოლებული წარწერები შესაწირავის მირთმევის დღეებს გვამცნობს. აქვეა ლოცვები ღმერთებისად. ამგვარ ეგვიპტურ გამოსახულებებს თვალს რომ შევაჩვევთ, მათი არარეალურობა ისევე აღარ შეგვაწუხებს, როგორც შავ-თეთრი ფოტოსურათების უფერულობა არ გვაწუხებს. ეგვიპტური მეთოდის დიდ უპირატესობასაც დავაფასებთ. ამ გამოსახულებებში არაფერი ჩანს უცაბედი, ისეთი, სხვაგვარად რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. ნამდვილად ღირს კალამი ავიღოთ და პრიმიტიული ეგვიპტური ნახატის გადახატვა ვცადოთ. საკმაოდ მოუქნელი, დაბრეცილი და გადაპრანჭული გამოგვიო. ყოველ შემთხვევაში მე ასე დამემართა. საქმე ისაა, რომ ეგვიპტელის წესრიგის გრძნობა წვრილმანებშიც კი ისე ძლიერია, რომ უმცირესი ცვლილებაც მას ერთიანად არღვევს. ეგვიპტელი მხატვარი კედელზე მუშაობას სწორი ხაზების ბადის დატანით იწყებდა. შემდეგ კი ფიგურებს ამ ხაზების გასწვრივ დიდი გულისყურით განალაგებდა. ონდ გეომეტრიული წესრიგის ვერავითარი გრძნობა ვერ უშლიდა მას ხელს. ბუნების ყოველ წვრილმანს საკვირველი გულმოდგინებით დაკვირვებოდა. ყოველი ფრინველი თუ თევზი ისე ზუსტად არის გადმოცემული, რომ სახეობების ამოცნობა ზოოლოგებს დღესაც შეუძლიათ. 37 სურათზე ნაჩვენებია
35 სურათის ერთი ასეთი დეტალი. ფრინველები ხნუმ ჰოტეპის მახის გვერდით მდგარ ხეზე. მხატვარი აქ მარტო თავისი დიდი ცოდნით კი არ ხელმძღვანელობდა. მას მიმსგავსებაში გაწაფული თვალიც ეხმარებოდა. ეგვიპტური ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ყველა ქანდაკება, ნახატი თუ ნაგებობა თითქოს ერთმანეთთანაა შეთანხმებული. თითქოს ყველა ერთ კანონს ემორჩილება. ისეთ კანონს კი, რომელსაც რომელიმე ხალხის ყველა ქმნილება ემორჩილება. ჩვენ სტილს უწოდებთ. ძალიან ძნელია სიტყვით ახსნა თუ რა არის სტილი. გაცილებით ადვილია მისი დანახვა. ეგვიპტური ხელოვნების წარმართველი წესები თითოეულ ნაწარმოებს სიმშვიდეს და მკაცრ ჰარმონიულობას ანიჭებს. ეგვიპტური სტილი მოიცავს მეტად მკაცრი კანონების მთელ წყებას, რომლებიც ყველა ხელოვანს სიღრმიდანვე უნდა სცოდნოდა. მჯდომარე ქანდაკებას ხელები მუხლებზე უნდა ქონოდა დაწყობილი. მამაკაცის კანის ფერი ქალისაზე მუქი უნდა ყოფილიყო. მკაცრად დაკანონებული იყო ყველა ეგვიპტური ღვთაების გარეგნული ნიშნებიც. ხორი, მზის ღვთაება, ქორად ან ქორისთავიანად იღატებოდა, ხოლო ანუბისი, სიკვდილის ღვთაება, ტურად ან ტურისთავიანად. სურათი 38. ყველა ხელოვანი დებული იყო ლამაზად წერასაც დაუფლებოდა. მას ქვაზე მკაფიოდ და სუფთად უნდა ამოეკვეთა იეროგლიფური ხატ-ნიშნები და სიმბოლოები. როდესაც იგი ყველა ამ წესს შეისწავლიდა, მისი მოწაფეობაც დამთავრებული იყო. ხელოვანს სხვა არაფერი მოეთხოვებოდა. მისგან ორიგინალობას არავინ ელოდა. პირიქით, საუკეთესო ოსტატად ის მიიჩნეოდა, ვინც უზუსტესად იმეორებდა ძველ სათაყვანო ნიმუშებს. ამიტომაც იყო, რომ 3000 თუ უფრო მეტი არაწლის განმავლობაში ეგვიპტური ხელოვნება ძალზე უმნიშვნელოდ შეიცვალა. ყველაფერი, რაც კარგად და ლამაზად მიაჩნდათ პირამიდების ეპოქაში, 1000 წლის შემდეგაც ასეთივე შესანიშნავი ეგონათ. რასაკვირველია, იცვლებოდა მოდა, ხელოვანებს ახალ თემატიკასაც სთხოვდნენ, მაგრამ ადამიანი და ბუნება არსებითად იმავე ყაიდაზე გამოისახებოდა. ეგვიპტური სტილის რკინის არტახების მოშორება ერთადერთმა ადამიანმა სცადა. ეს იყო მე-18 დინასტიის მეფე, ახალი სამეფოს სახელით ცნობილი პერიოდიდან, რომელიც ეგვიპტეში დამანგრეველი შემოსევის შემდეგ დაიწყო. ეს მეფე, ამენოფის მეოთხე, ერეტიკოსი იყო. მან უარყო ბევრი ჩვეულება, რომელიც საუკუნოვანი ტრადიციის წმინდა შარავანდედით იყო მოსილი. მას არ სურდა თაყვანი ეცა თავისი ხალხის უამრავი უცნაური ღმერთისთვის. იგი მხოლოდ ერთ უზენაეს ღვთაებას ცნობდა. ატონს ეთაყვანებოდა. ატონი გამოისახებოდა როგორც სხივებიანი მზის დისკო და ყოველი სხივი ხელის მტევნით ბოლოვდებოდა. მან თავისი ღვთაების პატივსაცემად ეხნატონი დაირქვა. სამეფო კარი კი სხვა ღვთაებათა ქურუმებისგან შორს, ამჟამად ტელელ ამარნად წოდებულ ადგილას გადაიტანა. ეხნატონის მიერ დაკვეთილმა გამოსახულებებმა ამ უჩვეულო სიახლემ ალბათ მისი თანამედროვე ეგვიპტელები შეაშფოთა. მათ ადრინდელი ფარაონების ამაღლებულობისა და ხისტი დიდებულებისა არაფერი ეცხოთ. პირიქით, მან თავი გამოასახვილა მეუღლესთან, ნეფერტიტისთან ერთად. ორივენი მზის ქვეშ დგანან და შვილებს ეფერებიან. სურათი 40. ზოგიერთ პორტრეტში იგი შეიძლება ითქვას მახინჯია. სურათი 29. შესაძლოა მას სურდა მხატვრებს ყველა მისი ადამიანური ნაკლი აღებეჭდათ. ანდა იქნებ ისე იყო დარწმუნებული თავისი, როგორც წინასწარმეტყველის განუმეორებლობაში, რომ დაჟინებით ითხოვდა სრულ მსგავსებას. ეხნატონის მემკვიდრე იყო ტუტანხამონი, რომლის უმდიდრესი აკლდამა 1922 წელს აღმოაჩინეს. ნანახი ზოგიერთი ნაწარმოები ჯერ კიდევ ატონის რელიგიის ახალი სტილით არის შესრულებული. ეს განსაკუთრებით ითქმის სამეფო ტახტის საზურგეზე, სურათი 41, რომელზედაც მეფისა და დედოფლის შინაურული იდილიაა ასახული. მეფე ტახტზე იმგვარად ძის, რომ მკაცრი ეგვიპტელი კონსერვატორები უთუოდ შეურაცხყოფილნი იქნებოდნენ. ეგვიპტური საზომით თითქმის უდიერად. მეუღლე ზომით არ ჩამოუვარდება და ხელი მის მხარზე ნაზად დაუდვია.
მათ თავზე კი ხელები კურთხევად განუფხრია ოქროს წრედ გამოსახულ მზე ღმერთს. სავარაუდოდ, მე-18 დინასტიის დროინდელი მხატვრული რეფორმა მეფეს იმან გაუადვილა, რომ მას შეეძლო ნიმუშად ეგვიპტურზე ნაკლებად მკაცრი და ხისტი უცხოური ნაწარმოებები მიეთითებინა. ზღვის გადაღმა კუნძულ კრეტაზე ნიჭიერი ხალხი სახლობდა. იქაურ მხატვრებს წამიერი მოძრაობის გამოხატვა იტაცებდა. როდესაც მე-19 საუკუნის მიწურულს კნოსოში იქაურ მეფეთა სასახლე გათხარეს, მკვლევრებს გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ ასეთი თავისუფალი, გრაციოზული სტილი ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულში აღმოცენდა. ამ სტილის ნაწარმოებები კონტინენტურ საბერძნეთშიც არის ნაპოვნი. ვიკენური ხანჯალი, სურათი 42. წარმოაჩენს მოძრაობასა და დენად ხაზებს, რაც ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იმ ეგვიპტელ ოსტატებზე, რომლებსაც უფლება მიეცათ ეგვიპტური სტილის წმინდა კანონებიდან გადაეხვიათ. მაგრამ ეგვიპტური ხელოვნების ეს გათავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. ტუტანხამონის მეფობისას ისევ ძველი რელიგია აღადგინეს. გარე სამყაროსკენ გამავალი ფანჯარა კი დაახშვეს. ეგვიპტურმა სტილმა კიდევ 1000 წელზე მეტხანს იარსება, იმავე სახით, რომლითაც მანამდე ამდენივე ხნის განმავლობაში არსებობდა. ეგვიპტელებს მტკიცედ სწამდათ, რომ იგი საუკუნო იყო. ჩვენს მუზეუმებში დაცული ეგვიპტური ხელოვნების მრავალი ნიმუში და თითქმის ყველა ეგვიპტური ნაგებობა, ტაძარი თუ სასახლე სწორედ ამ გვიანდელ ხანას მიეკუთვნება. ხელოვნებას ახალი თემები, ახალი ამოცანები კი შეემატა, მაგრამ არსებითად ახალი არაფერი მოუპოვებია. რასაკვირველია, ამ რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში მხოლოდ ეგვიპტე არ იყო ახლო აღმოსავლეთის დიდი და ძლევამოსილი იმპერია. ბიბლიიდან ყველამ ვიცით, რომ პატარა პალესტინა მოქცეული იყო ნილოსისპირა ეგვიპტის სამეფოს, ბაბილონისა და ასურეთის იმპერიებს შორის. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ორი მდინარის, ევფრატისა და ტიგრის ნაპირებზე მდებარეობდა. მესოპოტამიის, ასე უწოდებდნენ ბერძნები ორი მდინარით შემოფარგლულ ქვეყანას, ხელოვნებას ეგვიპტურზე ნაკლებად ვიცნობთ. ნაწილობრივ ეს შემთხვევითობის ბრალია. აქ ქვის საბადოები არ ყოფილა და ნაგებობათა უმრავლესობა ნაშენები იყო ალიზით, რომელიც დროთა განმავლობაში იფიტება და მტვრად იქცევა. შედარებით იშვიათი იყო ქვის ქანდაკებაც. მაგრამ მარტო ამით ვერ ახსნით ჩვენამდე მოღწეულ ადრეული ხელოვნების ნაწარმოებთა სიმცირეს. ძირითადი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მესოპოტამიელები არ იზიარებდნენ ეგვიპტელთა რელიგიურ შეხედულებას, რომ ცხედრის დაუზიანებლობა და ადამიანის სახების დაცულობა სულის საიქიო ცხოვრების აუცილებელი პირობაა. სულ ადრეულ ხანაში, როდესაც შუმერებად წოდებული ხალხი ქალაქ ურში ბატონობდა, მეფეები მთელიავლადიდებით მონებთან და სხვა ყველაფერთან ერთად იმარხებოდნენ, რათა იმ ქვეყნად წამყოლი არ მოჰკლებოდათ. ამ პერიოდის სამარხები გაითხარა და ამ ძველ ბარბაროს მეფეთა ნაქონი ზოგიერთი ნივთი, რომლებიც ახლა ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებს. ეს ნივთები იმის მტკიცებულებაა, რომ უდიდესი დახვეწილობა და ოსტატობა შეიძლება პრიმიტიულ ცრურწმენებსა და სისასტიკეს შეუთავსდეს. ნახოთ მაგალითად ზღაპრული არსებებით შემკული არფა, სურათი 43, რომელიც ერთ-ერთ ამ აკლდამაშია ნაპოვნი. ისინი ჩვენებურ ჰერალდიკურ ცხოველებს გვანან, თანაც არა მარტო ზოგადი იერით, არამედ განლაგებითაც. შუმერებმა იცოდნენ, რა იყო სიმეტრია და სიზუსტე. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რას აღნიშნავდა ეს ზღაპრული არსებები. მაგრამ თითქმის უეჭველია, რომ ეს იმ ძველი დროის მითოლოგიური პერსონაჟებია. ხოლო სცენები, რომლებიც საბავშვო წიგნის ნახატებს მოგვაგონებს, ძალიან სერიოზულ აზრს შეიცავს. თუმცა მესოპოტამიელ ოსტატებს აკლდამათა კედლების შესამკობად არავინ უხმობდა. დიდკაცთა უკვდავყოფას მათ სხვაგვარად სთხოვდნენ. უადრესი ხანიდან მოყოლებული, მესოპოტამიელ მეფეებს წესად ჰქონდათ ომში გამარჯვების სახსოვრად აღემართათ ძეგლები, რომლებიც დამარცხებულ ტომებსა და მოპოვებულ ალაფზე მოგვითხრობს. 44 სურათზე ერთ-ერთ ასეთ რელიეფს ვხედავთ. მასზე გამოსახულია მოკლული მტრის გვამზე ფეხით შემდგარი მეფე, რომელსაც სხვა მისი მოწინააღმდეგენის შენდობას სთხოვენ.
შესაძლოა ამ ძეგლების აზრი მხოლოდ გამარჯვების სახსოვრის შექმნა არ იყო. უადრეს ხანაში დამკვეთები ალბათ ისევ და ისევ გამოსახულების ძალმოსილების რწმენით ხელმძღვანელობდნენ. შეიძლება იმ ხალხს ეგონა, რომ ვიდრე მათი მეფე ასე იდგებოდა, დამხობილი მთრის კისერზე ფეხდაბჯენილი, დამარცხებული ტომი აღორძინებას ვერ შეძლებდა. მოგვიანებით ასეთი ძეგლები მეფეთა მიერ წარმოებული ომების სრულ, დასურათებულ მატიანეებად იქცა. ამგვარი ქრონიკების საუკეთესო დაცული ნიმუში შედარებით გვიანდელია. ის ასურეთის მეფე ასურ-ნასირფალ მეორის დროისაა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში ცხოვრობდა ბიბლიურ მეფე სოლომონზე ოდნავ გვიან. ამ ნიმუშზე მარჯვეთ წარმოებული ომის ყველა ეპიზოდს ვხედავთ. 45 სურათზე ნაჩვენებია ციხე-სიმაგრეზე მიტანილი იერიშის დეტალები. საალყო ტექნიკა მუშაობს, ციხის დამცველები ძირს ცვივიან, კოშკის თავზე კი ამაოდ გოდებს ქალი. ამ სცენების გადმოცემის ხერხი დიდად არ განსხვავდება ეგვიპტური მეთოდისგან, თუმცა ალბათ აქ წესრიგი და სიხისტე ნაკლებია. მათი ყურებისას თავს ისე გძნობთ, თითქოს 2000 წლის წინანდელ სიახლეთა ქრონიკას ადევნებდეთ თვალს. ყველაფერი ისეთი რეალური და დამაჯერებელი ჩანს. მაგრამ უფრო მეტად თუ დააკვირდებით, ერთ უცნაურ გარემოებას აღმოაჩენთ. საზარელ ომში მრავალი ადამიანი დაუჭრიათ და დაუხოცავთ, მაგრამ მათ შორის ერთი ასურელიც არ არის. პაკიაობისა და პროპაგანდის ხელოვნება იმ ძველ დროშით საკმაოდ ყოფილა დაწინაურებული, მაგრამ ასურელების მიმართ ალბათ უფრო ლომობიერები უნდა ვიყოთ. იქნებ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ძველი ცრურწმენა, რომელსაც უკვე არაერთ გზის წავაწყდით, რომ გამოსახულება მარტო გამოსახულება კი არა, რაღაც უფრო მეტია. იქნებ მათ ამ მიზეზით არ სურდათ დაჭრილი ასურელის გამოხატვა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, იმ დროიდან ერთი მეტად დღეგრძელი ტრადიცია იღებს სათავეს. ყველა ძეგლზე, რომლებიც წარსულის მხედართ მთავრებს განადიდებს, ომი მეტად ადვილი რამეა. საკმარისია გამოჩნდე და მტერი მყისვე გაცამტვერდება. თავი მესამე. დიადი გამოღვიძება. საბერძნეთი. ძველი წელთაღრიცხვის მე-7-მე-5 საუკუნეები. ხელოვნების უადრესი, 1000 წლეულობით თითქმის უცვლელი სტილები დიდ ოაზისებში იქმნებოდა. ქვეყნებში, სადაც მზე უმოწყალოდ აცხუნებდა, სადაც მხოლოდ მდინარეების მიერ დარტყულებული მიწა იძლეოდა ნაყოფს და აღმოსავლელი დესპოტები ბატონობდნენ. ამ იმპერიების მოსაზღვრე ზღვისპირეთში კი ზომიერი ჰავა სულ სხვა პირობებს ქმნიდა. ასე იყო მრავალ დიდ თუ პატარა კუნძულზე. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, საბერძნეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულების შეჭრილ-შემოჭრილ ნაპირებზე. ეს რეგიონები ერთ მმართველს არ ექვემდებარებოდა. აქ პოულობდნენ თავშესაფარს, თავზე ხელაღებული მეზღვაურები, მეფე მეკობრენი, რომლებიც სიშორეს არ უფთოდნენ და თავიანთ ციხე დარბაზებსა და ქალაქ ნავსადგურებში ვაჭრობითა თუ ავაზაკობით ნაშონ აურაცხელ სიმდიდრეს აგროვებდნენ. ამ მხარეების თავდაპირველი ცენტრი კუნძული კრეტა იყო, რომლის მეფეები ერთ დროს იმდენად მდიდრები და ძლიერები იყვნენ, რომ ეგვიპტეში ელჩობებს გზავნიდნენ და კრეტის ხელოვნებამ შთაბეჭდილება იქაც კი მოახდინა. თანამდულებით არავინ იცის, ვინ იყო ის ხალხი, რომელიც კრეტას განაგებდა და რომლის ხელოვნებასაც კონტინენტურ საბერძნეთში, განსაკუთრებით მიკენში, ბაძავდნენ. უკანასკნელი აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მათი სამეთხველო ენა ბერძნულის ადრეული ნაირსახეობა იყო. მოგვიანებით, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1000 წელს, ევროპიდან საბერძნეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიის ზღვისპირეთში მეომარი ტომების ახალი ტალღა შეიჭრა. ისინი წინანდელ მცხოვრებლებს ეომებოდნენ და დაამარცხეს კიდევაც. მხოლოდ სიმღერებიდან, ჰომეროსის პოემებიდან, რომლებიც ამ ბრძოლების შესახებ მოგვითხრობს, ვიგებთ მცირე ოდენს მაშინდელ ხანგრძლივ ომებში განადგურებული ხელოვნების დიდებულებასა და მშვენიერებაზე. ახალ მოსულებში ჩვენთვის ისტორიულად ცნობილი ბერძნული ტომები წერივნენ,
საბერძნეთში ბატონობის პირველ საუკუნეებში ამ ტომთა ხელოვნება საკმაოდ თლანქი და პრიმიტიული იყო. მას კრეტული სტილის ხალისიანი მოძრაობისა არაფერი ეცხო. მეტიც, ისინი თითქოს ცდილობდნენ სიხისტით ეგვიპტელები დაეჯაბნათ. თიხის ჭურჭელს ისინი მარტივი გეომეტრიული ნახშებით ამკობდნენ და თუ რაიმე სცენის გამოსახვა დასჭირდებოდათ, მასაც ამ მკაცრი დიზაინის ნაწილად აქცევდნენ. 46-ე სურათი მაგალითად მიცვალებულის დატირებას წარმოგვიდგენს. იგი სარეცელზე განისვენებს, მის მარჯვნივ და მარცხნივ კი გლოვიარე ქალებს ხელების ზემოთ თავებისკენ აღუპყრიათ. ეს დატირებისას თითქმის ყველა პირველყოფილი საზოგადოებისათვის ჩვეული რიტუალური ჟესტია. როგორც ჩანს, ამგვარი სიმარტივე და მკაფიო სიმწყობრე გადავიდა იმ ადრეულ ხანაში ბერძნების მიერ შემოღებულ ხუროთმოძღვრულ სტილშიც, რომელიც, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ახლაც განაგრძობს არსებობას. 50-ე სურათზე ნაჩვენებია ძველი სტილით ნაგები ბერძნული ტაძარი, რომელსაც სახელი დორიელთა ტომის სახელწოდების მიხედვით შეერქვა. სწორედ ამ ტომს ეკუთვნოდნენ თავიანთი სიმკაცრით ცნობილი სპარტელები. ამ ნაგებობებში მართლაც არაფერია საჭიროებას მოკლებული. ყოველ შემთხვევაში არაფერი ისეთი, რის დანიშნულებასაც ვერ ხედავდეთ, ან არ გვეგონოს ვხედავთო. საფიქრებელია, რომ ამ ტაძართაგან უადრესი ხის იყო და არაფერს შეიცავდა, გარდა კედლებით შემოზღუდული მცირე ოთახისა, სადაც ღვთაების გამოსახულება იდგმებოდა და მასზე შემოვლებული სახურავის მტვირთველი ძალოვანი საბჯენებისა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის ბერძნებმა ამ მარტივი შენობების ქვით იმიტირება დაიწყეს. ხის საბჯენები ქვის ღონიერი ძელების მზიდავ სვეტებად იქცა. ამ ძელებს არქიტრავები ეწოდებოდა, ხოლო სვეტებზე დასვენებულ მთელ ბლოკს ანტაბლემენტი. მის ზედა ნაწილში შესამჩნევია ხის კონსტრუქციის კვალი. იგი თითქოს ხის ძელების გამოშვებულ ბოლოებს გვიჩვენებს. ეს ბოლოები ჩვეულებრივ 3 ჩანაკვეთითაა აღნიშნული. ამიტომაც შეერქვათ მათ ტრიგლიფი, რაც ბერძნული სიტყვაა და 3 ჩანაკვეთს ნიშნავს. მათ შორის მორჩენილ არეს მეტოპა ეწოდება. ეს ადრეული ტაძრები, ასე აშკარად რომ ბაძავს ხის სტრუქტურებს, მთელის სისადავითა და ჰარმონიით გვაოცებს. მათ მშენებლებს რომ მარტივი ოთხკუთა ბოძები ან ცილინდრული სვეტები გამოეყენებინათ, ტაძრებს შეიძლება მძიმე და მოუხეშავი იერი მიეღოთ. მაგრამ მათ სვეტები შუა ადგილას ოდნავ გააგანივრეს. ზედა და ქვედა ბოლოებისკენ კი დაავიწროვეს. ამის შედეგად ისინი თითქმის ელასტიკურად გამოიყურება. თითქოს სახურავის სიმძიმემ ოდნავ გაზნიკა, თუმცა მოყვანილობის დაუმახინჯებლად. სვეტები თითქოს ცოცხალ არსებებს გვანან, რომლებიც თავიანთ ტვირთს ადვილად ზიდავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაძართაგან ზოგიერთი დიდი და იმპოზანტურია, ისინი ეგვიპტური ნაგებობებივით კოლოსალური არ არის. იგრძნობა, რომ ისინი ადამიანების მიერ, ადამიანების თვისვეა აშენებული. მართლაც, ბერძნებს ისეთი ღვთაებრივი მართველი არ ჰყოლიათ, მთელი ხალხის დამონება რომ შესძლებოდა ან მოსურვებოდა. ბერძნული ტომები ერთმანეთისგან განსხვავებულ მცირე თუ სანავსადგურო ქალაქებში დასახლდნენ. ეს მომცრო საზოგადოებები გაუთავებლად ქიშპობდნენ და შეხლა-შემოხლა ჰქონდათ, მაგრამ ყველა დანარჩენზე გაბატონება მათგან ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოთაგან ხელოვნების ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი ატიკაში მდებარე ათენია. სწორედ აქ გამოიღო ნაყოფი პირველ ყოვლისა მთელ ხელოვნების ისტორიაში უდიდესმა და მეტად საკვირველმა რევოლუციამ. ძნელი სათქმელია, სად და როდის დაიწყო ეს რევოლუცია, ალბათ დაახლოებით მაშინ, როდესაც საბერძნეთში პირველი ქვის ტაძრების შენებას შეუდგნენ, ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე ძველი აღმოსავლეთის იმპერიების ხელოვანები თავისებური სრულყოფილების მიღწევას ესწრაფოდნენ. ისინი ცდილობდნენ მამა-პაპათა ხელოვნებისთვის შეძლების დაგვარად ზუსტად მიებაძათ და მათ მიერ შესწავლილი წმინდა და აღიარებული კანონები მკაცრად დაეცვათ. როდესაც ბერძენმა ოსტატებმა ქვის ქანდაკებათა კეთებას მოჰკიდეს ხელი, მათ თითქოს ეგვიპტელებისა და ასურელების მიტოვებული გზა გააგრძელეს.
47 სურათი გვიჩვენებს, რომ ისინი სწავლობდნენ და იმეორებდნენ ეგვიპტურ მოდელებს, რომ მათგან ისწავლეს, როგორ უნდა გაკეთდეს მდგომარე ჭაბუკის ფიგურა, როგორ გამოიყოფა სხეულის ნაწილები და მათი შემაერთებელი კუნთები. მაგრამ იგი იმასაც გვიჩვენებს, რომ ოსტატი, რომელმაც ეს ქანდაკებები გააკეთა, არ დასჯერებია იმას, რომ რაიმე ფორმულას მიხოლოდა, როგორი კარგიც უნდა ყოფილიყო იგი. და ექსპერიმენტირება დაუწყია. ხელოვანს აშკარად უცდია გაერკვია, როგორ გამოიყურება სინამდვილეში მუხლის თავი. შესაძლოა, მან დიდ წარმატებას ვერც მიაღწია. შეიძლება მის ქანდაკებათა მუხლის თავები ეგვიპტურ ნიმუშებზე ნაკლებად დამაჯერებელიცაა. თავარი ის არის, რომ მან გადაწყვიტა, ძველი მითითებებით კი არ ეხელმძღვანელა, არამედ თვითონ გაეხილა თვალი. ამიერიდან ხელოვანის საქმე ადამიანის სხეულის გადმოცემისას მზამზარეული ფორმულების დასწავლა აღარ ყოფილა. ოუელ ბერძენ მოქანდაკეს სურდა თავად სცოდნოდა, როგორ უნდა გამოესახა ესა თუ ის სხეული. ეგვიპტელებმა თავიანთი ხელოვნება ცოდნაზე დააფუძნეს, ბერძნები კი საკუთარ თვალებს დაერტნენ. ეს რევოლუცია ერთხელ რომ დაიწყო, აღარც შეჩერებულა. მოქანდაკენი თავიანთ სახელოსნოებში ახალ იდეებს, ადამიანის გამოსახვის ახალ გზებს ცდიდნენ. ნაკვალ სიახლეს მაშინვე სხვებიც აიტაცებდნენ და თავის მხრივ საკუთარ მიგნებებს უმატებდნენ. ერთმა აღმოაჩინა, როგორ უნდა იქნეს გამოქანდაკებული ტანი. მეორე მიხვდა, რომ ქანდაკება შეიძლება ბევრად უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს, თუ ორივე ტერფი მიწაზე არ იქნება დაბჯენილი. კიდევ ერთი მიგნების თანახმად კი სახე გაცოცხლდება, თუ ბაგის ბოლოები ღიმილისგვარად ოდნავ ზევით იქნება აწეული. უეჭველია, რომ ეგვიპტური მეთოდი ბევრად სანდო იყო. ბერძენი ოსტატების ძიება ყოველთვის როდი აღწევდა მიზანს. ღიმილი შეიძლებოდა უხერხულ გრიმასად ქცეულიყო, ნაკლებად ხისტი მდგომარე პოზა კი ნაძალადევი გამოჩენილიყო. მაგრამ ბერძენი ხელოვანები ამგვარ სიძნელეებს არ უფრთხოდნენ. ისინი ისეთ გზას ადგენენ, რომლიდანაც უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. მალე ფერმწერებიც იმავე გზას დაადგნენ. მათ ნამუშევრებზე ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რასაც ბერძენი მწერლები მოგვითხრობენ. მაგრამ ძალზე საყურადრებოა, რომ თავის დროზე ისინი თვით მოქანდაკეებზე უფრო სახელგანთქმულნი იყვნენ. ბერძნული მხატვრობის შესახებ ძალზე ბუნდოვან წარმოდგენას თიხის ნაკეთობების მოხატულობით თუ შევიქმნით. ამ მოხატულ ჭურჭელს ჩვეულებრივ ლარნაკებს უწოდებენ, თუმცა ისინი უმეტესად ღვინისა და ზეთის ჩასასხმელად იყო დამზადებული და არა ყვავილების ჩასაწყობად. ლარნაკების მოხატვა ათენში წარმოების მნიშვნელოვან დარგად იქცა. იქაურ სახელოსნოებში მომუშავე მოკრძალებულ ხელოსნებს სხვებზე ნაკლებად როდი სურდათ თავიანთ ნახელავში უახლესი აღმოჩენები შეეტანათ. ადრეულ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში მოხატულ ლარნაკებზე კვლავ შესამჩნევია ეგვიპტური მეთოდის კვალი. ჩვენ ხედავთ თავიანთ კარავში შაშის მოთამაშე ორ ჰომეროსისეულ გმირს, აქილევსსა და აიაქსს. ორივე ისევ მკაცრ პროფილშია ნაჩვენები. მათი თვალები კვლავაც თითქოს წინიდანაა დანახული. მაგრამ სხეულები ეგვიპტურ ყაიდაზე აღარაა დახატული და აღარც ხელფეხია ისე მკაფიოდ და ხისტად გადმოცემული. მხატვარს აშკარად უცდია წარმოედგინა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სინამდვილეში ორი ერთმანეთისკენ ასე პირმიქცეული კაცი. იგი აღარ უფრთხის აქილევსის ფხის უკან მიმალული მარცხენა ხელის მხოლოდ მცირე ნაწილის ჩვენებას. აღარ ფიქრობს, რომ უნდა გამოაჩინოს ყველაფერი, რაც იქ არის. როგორც კი ძველი წესი დაირღვა და ხელოვანი თავისი თვალით დანახულს მიენდო, მოსახდენიც მაშინ მოხდა. მხატვრებმა გააკეთეს აღმოჩენათაგან უდიდესი, მიაგნეს რაკურსს. ხელოვნების ისტორიაში უდიდესი მოვლენა იყო ის მომენტი, როდესაც ალბათ ძველი წელთაღრიცხვის 500 წლამდე ცოტა ადრე, ფერმწერმა პირველად გაბედა ტერფი ისე დაეხატა, როგორც ის წინიდან ჩანს. ჩვენამდე მოღწეულ ათასობით ეგვიპტურ თუ ასურულ ნაწარმოებში ამის მსგავსი რამ არსად მოიპოვება. ბერძნული ლარნაკი, სურათი 49, გვიჩვენებს, რა საამაყოდ მიაჩნდათ ეს აღმოჩენა. ჩვენ ხედავთ ჩაბუკ მეომარს, რომელიც საბრძოლოდ იმოსება. აქეთ-იქით მისი მშობლები არიან გამოსახული, რომლებიც მას დარიგებებს აძლევენ. ისინი კვლავ მკაცრად პროფილში არიან ნაჩვენები. შუაში მდგომი ჭაბუკის თავიც პროფილით წარმოგვიდგება და იმასაც ვამჩნევთ, თუ როგორ გაუძნელდა მხატვარს,
ეს თავი წინიდან დანახული ტანისთვის მოერგო. მარჯვენა ფეხი ისევ სანდო ხერხით არის დახატული. მარცხენა კი რაკურსშია მოცემული. 5 თითი, 5 წრისგან შედგენილ მწკრივად. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს. ამგვარ წვრილმანს ამდენი დრო რომ დაეთმო. მაგრამ ის უთხუარი ნიშანია იმისა, რომ ძველი ხელოვნება აღესრულა და საფლავში განისვენებს. იგი მიგვანიშნებს, რომ ხელოვანის მიზანი აღარ არის ყველაფერი, რაც ნახატშია მოტანილი, ყველაზე ნათლად აღსაქმელი სახით მოგვაწოდოს. ახლა ის ითვალისწინებს კუთხეს, რომლითაც საგანს უყურებს და იქვე ტერფთან ცხადად გვიჩვენებს, რაც განიზრახა. ჭაბუკის ფარი მრგულად კი არ არის დახატული, როგორც მას წარმოვისახავდით, არამედ როგორც მას გვერდიდან კედელზე მიყუდებულს დავინახავდით. მაგრამ ამ და მისი წინამორბედი გამოსახულებების ხურებისას იმასაც ხვდებით, რომ ეგვიპტური ხელოვნების გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ბერძენი ოსტატები კვლავ ცდილობდნენ ფიგურების შეძლების დაგვარად მკაფიოდ მოეხაზათ და მათში ადამიანის სხეულზე იმდენი ცოდნაც ჩაექსოვათ, რამდენიც შესაძლებელი იყო გამოსახულების გარეგანი სახის შეულახავად. მკვეთრი კონტურები და გაწონასწორებული კომპოზიცია მათ ჯერ კიდევ იტაცებდათ და აზრადაც არ მოსულიათ ბუნებაში შემთხვევით შენიშნული რამის ასახვა ეცადათ. მათთვის ამოსავალი წერტილი ისევ ძველი ფორმულა. საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებული ადამიანის ფორმის ტიპი იყო. თუმცა ყველა მისი წვრილმანი ხელშეუხებელ სიწმინდედ აღარ მიაჩნდათ. ბერძნული ხელოვნების დიდი რევოლუცია, ბუნებრივი ფორმებისა და რაკურსის აღმოჩენა, კაცობრიობის ისტორიის საოცარ პერიოდს ემთხვეო. სწორედ იმ დროს დაიწყეს ბერძნული ქალაქების მცხოვრებლებმა ღვთაებათა შესახებ ძველ ტრადიციებსა და ლეგენდებზე დაფიქრება და მითთა ბუნების წინასწარ ჩამოყალიბებული აზრების გარეშე კვლევა. სწორედ ამ დროს ჩაისახა მეცნიერება, როგორც იგი დღეს გვესმის, და ფილოსოფია, დიონისეს პატივსაცემი ცერემონიები კი თეატრად იქცა. ამასთანავე, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს მაშინდელი ხელოვანები ქალაქის ინტელექტუალურ წრეებს ეკუთვნოდნენ. ქალაქთა გამგებელი, მდიდარი ბერძნები, რომლებიც დროს საბაზრო მოედანზე გაუთავებელს ჯაბას შეატარებდნენ, ალბათ თვით პოეტები და ფილოსოფოსებიც მოქანდაკეებსა და ფერმწერებს ზემოდან უყურებდნენ, როგორც თავისზე დაბალი რანგის ხალხს. ოსტატები ხელით მუშაობდნენ და ამ საქმით ირჩენდნენ თავს. ისინი თავიანთ სახელოსნოებში გაოფლილები და ჭუჭყიანები ისხდნენ და ჩვეულებრივი შავი მუშებივით ირჯებოდნენ. ამდენად, მათ დარბაისელი საზოგადოების წევრებად არ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, მათი წვლილი ქალაქის ცხოვრებაში განუზომლად მეტი იყო, ვიდრე ეგვიპტელი ან ასურელი ხელოსნებისა. ვინაიდან ბერძნული ქალაქების უმრავლესობაში, პირველ ყოვლისა კი ათენში, დემოკრატია იყო და იქ მართვა-გამგეობაში მოკრძალებული მშრომელებიც მონაწილეობდნენ. თუნდაც ისინი შეძლებულ ცნობებს აბუჩად აეგდოთ. სწორედ იმ დროს, როდესაც ათენის დემოკრატიამ უმაღლეს დონეს მიაღწია, ბერძნული ხელოვნებაც განვითარების მწვერვალზე იყო. მას შემდეგ, რაც ათენმა სპარსელების შემოსევა მოიგერია, ხალხი პერიკლეს წინამძღოლობით სპარსელთაგან დანგრეულის აღორძინებას შეუდგა. ძველი წელთაღრიცხვის 480 წელს სპარსელებმა გადაწვეს და იავარქნეს ათენის წმინდა მთის აკროპოლისის ტაძრები. ახლა ისინი მარმარილოთი, აქამდე არნახული ბრწყინვალებითა და დიდებულებით უნდა აეშენებინათ, იხილეთ სურათი 50, პერიკლეს ნობი არ ყოფილა. ძველი დროის მწერლები მიგვანიშნებენ, რომ იგი თანამედროვე ხელოვანებს ისე უყურებდა, როგორც თანასწორთ. ტაძრების დაგეგმარება პერიკლემ არქიტექტორ იქთინეს მიანდო, ღვთაებათა გამოსახულებების შექმნა და ტაძართა შემკობის ზედამხედველობა კი მოქანდაკე ფიდიას. ის ნაწარმოებები, რომლებმაც ფიდიას სახელი მოუხვეჭა, აღარ არსებობს. მაგრამ არც თუ უმნიშვნელოა წარმოვიდგინოთ, როგორი იყო ისინი, რადგან მეტისმეტად იოლად ვივიწყებთ, რა დანიშნულების მსახურებას განაგრძობდა იმდროინდელი ბერძნული ხელოვნება. ბიბლიაში ვკითხულობთ, როგორ გმობდნენ კერტთა მსახურებას წინასწარმეტყველნი, მაგრამ ჩვეულებრივ მათ სიტყვებს რაიმე გარკვეულ წარმოდგენას არ უკავშირებთ. მრავალი ამგვარი გამონათქვამიდან ნიმუშად მოვიყვანოთ ნაწყვეტი იერემია წინასწარმეტყველის წიგნიდან. თავი მე-10, მუხლები 3-დან 5-ის ჩათვლით.
რადგან ადამიანთა კერპები არარაობა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი, ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი და ლურსმან ჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ, ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე. ამას რომ ამბობდა, იერემია ხისგან და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებულ მესოპოტამიურ კერპებს წარმოისახავდა. მაგრამ ეს სიტყვები წინასწარმეტყველის დროიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ შესრულებულ ფიდიასის ნამუშევრებსაც მოუხდებოდა. როდესაც დიდ მუზეუმებში ჩამწკრივებულ ანტიკური ხანის თეთრი მარმარილოს ქანდაკებათა რიგს მიუყვებით, ძალიან ხშირად ვივიწყებთ, რომ მათ შორის ის კერპებიც არის, რომლებზედაც ბიბლია მოგვითხრობს. რომ ადამიანები მათ წინაშე ლოცულობდნენ, რომ მათ უცნაური შელოცვების თანხლებით მსხვერპლს სწირავდნენ, რომ ათასობით და ათეულათასობით მლოცველი მათ იმედითა და შიშით ახსილი უახლოვდებოდა. ისინი ინტერესდებოდნენ, ეს ქანდაკებანი და გამოკვეთილი სახებები, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ. იმავდროულად თვით ღმერთები ხომ არ იყვნენ. მართლაც, ძველი სამყაროს თითქმის ყველა სახელგანთქმული ქანდაკების განადგურების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ქრისტიანობის გამარჯვების შემდეგ ღვთისმოსავებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ. წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკება დაემსხვრიათ. ჩვენს მუზეუმებში დაცული ქანდაკებები უმეტესად რომაულ ხანაში მოგზაურებისა და კოლექციონერებისთვის სუვენირებად თუ ბაღების ან საზოგადოებრივი აბანოების შესამკობად დამზადებული ასლებია. დიდად უნდა უმადლოდეთ ამ ასლებს, ბერძნული ხელოვნების სახელმოხვეჭილ ქმნილებებზე, თუნდაც მკრთალ წარმოდგენას რომ გვიქმნიან. მაგრამ თუ წარმოსახვის უნარს არ მოვიშველიებთ, ამ სუსტ მინაბაძებს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია. მნიშვნელოვანწილად სწორედ მათ გამო გავრცელდა შეხედულება, რომ ბერძნული ხელოვნება უსიცოცხლო, ცივი და უინტერესოა. რომ ბერძნულ ქანდაკებებს ცარცისებური იერი აქვთ, მათი უმეტყველო გამოხედვა კი ხატვის ძველ მოდურ საკლასო მეცადინეობებს მოგვაგონებს. მათ შორის ოლიმპიის ტაძარი ყველაზე ძველია. მისი მშენებლობა სავარაუდოდ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 470 წლის ახლო ხანებში დაიწყო და ძველი წელთაღრიცხვის 457 წლამდე დასრულდა. მისი არქიტრავის ზემოთ მოთავსებულ 4 კუთხედებზე, ანუ მეტოპებზე, ჰერაკლეს გმირობებია გამოსახული. 52 სურათზე გადმოცემულია, როგორ გაგზავნეს იგი ჰესპერიდების ვაშლების საშოვნელად. ამ დავალების შესრულება თვით ჰერაკლესაც კი არ შეეძლო ან არ სურდა. იგი შეევედრა ათლას, რომლის მხრებზედაც ცამრგვალი ესვენა, ეს მის მაგიურად გაეკეთებინა და ათლასიც დათანხმდა. იმ პირობით, რომ ჰერაკლე ერთხანს ზიდავდა მის ტვირთს. რელიეფზე ნაჩვენებია ათლასის დაბრუნება ოქროს ვაშლებით. ჰერაკლეს კი მთელი ძალღონე მოუკრეფია, რათა უზომო სიმძიმეს გაუძლოს. მის შესამსუბუქებლად ათენამ, ჰერაკლეს საზრიანმა მშველელმა ყველა საქმეში მხარზე ბალიში დაადო. მარჯვენა ხელში მას ოდესღაც ლითონის შუბი ეპყრა. მთელი ამბავი საოცრად მარტივად და ნათლად არის მოთხრობილი. ჩვენ გრძნობთ, რომ ოსტატს კვლავ ურჩევნია პირდაპირ შეხედოს ფიგურას წინიდან ან გვერდიდან. ათენა ჩვენკენ არის შემოbrunებული და მხოლოდ მისი თავია გვერდულად შეტრიალებული ჰერაკლესაკენ. ამ ფიგურებში ეგვიპტურ ხელოვნებაში გაბატონებული წესების შემაფერხებელი ზეგავლენის ამოცნობა ძნელი არ არის. თუმცა ვგრძნობთ, რომ ის დიდებული სიმშვიდე და ძალაც, რომლებიც ბერძნულ ქანდაკებას გამოარჩევს, ისევ ძველი წესების დაცვის წყალობითაა მიღებული. ისინი ხომ ხელოვანს აღარ აბრკოლებენ, მის თავისუფლებას აღარ ბოჭავენ. ძველი იდეა, რომ მნიშვნელოვანია სხეულის აგებულების ჩვენება, მისი, ასე ვთქვათ, არსებისა, რათა გავიგოთ, როგორ არის შეკავშირებული მისი ნაწილები, ხელოვანს უბიძგებდა. ძვლებისა და კუნთების ანატომია შეესწავლა და ადამიანის ფიგურის დამაჯერებელი სურათი აეგო, რომელიც სამოსლის ნაკეცებშიც კი თვალნათლივ იკითხება. ის თუ როგორ იშველიებდნენ ბერძენი ოსტატები დრაპირებას სხეულის აღნაგობის გამოსაკვეთად, კვლავ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათ თვალში ფორმის ცოდნა.
მოგვიანო ეპოქებში ბერძნული ხელოვნება სწორედ იმ წონასწორობის გამო ხიბლავდათ, რომელიც მან წესების ერთგულებასა და თავისუფლებას შორის დაამყარა. ამის გამო იყო, რომ ხელოვანები ისევ და ისევ უბრუნდებოდნენ ბერძნული ხელოვნების ქმნილებებს გზის სასწავლებლად და შთაგონების მისაღებად. ადამიანის მოძრავი სხეულის შესწავლაში ბერძენ ოსტატებს შეიძლებოდა სამუშაოს ის ერთ-ერთი სახეც დახმარებოდა, რომელსაც ხშირად ასრულებდნენ. იმგვარი ტაძრები, როგორიც ოლიმპიის ტაძარია, ღვთაებებისადმი მიძღვნილი გამარჯვებულ ათლეტთა ქანდაკებებით იყო გარშემორტყმული. ეს წესჩვეულება ჩვენ გვეუცხოვება, რადგან როგორი პოპულარულნიც არ უნდა იყვნენ ჩვენი ჩემპიონები, აზრადაც არ მოგვივა ბოლო მატჩი გამარჯვების სამადლებლად მათი პორტრეტები ეკლესიას შევწიროთ. მაგრამ ბერძენთა დიდი სპორტული შეჯიბრებები, რომელთაგან ოლიმპიური თამაშები უდავოდ ყველაზე სახელგანთქმული იყო, ახლანდელებისგან სრულიად განსხვავებული რამეა. ისინი ხალხის რელიგიურ რწმენასა და რიტუალებს გაცილებით მჭიდროდ უკავშირდებოდა. მათი მონაწილეები ჩვეულებრივი სპორტსმენები კი არ იყვნენ, სულ ერთია, მოყვარული თუ პროფესიონალი. ისინი იყვნენ ახალგაზრდები საბერძნეთის უწარჩინებულესი ოჯახებიდან. მიიჩნეოდა, რომ გამარჯვებულს ძალა თვით ღვთაებამ უბოძა და მას შესაბამისი მოწიწებითაც ეპრობოდნენ. თავდაპირველად ეს თამაშები სწორედ ასეთი ძლევამოსილებით დაჯილდოებული პირის მისაგნებად შემოიღეს. სწორედ ღვთაების წყალობის უკდავსაყოფად და შესაძლოა მის გასახანგრძლივებლადაც გამარჯვებულები თავიანთ ქანდაკებებს იმ დროის ყველაზე სახელოვან ოსტატებს უკვეთავდნენ. ოლიმპიაში წარმოებული გათხრების დროს მრავლად მიაკვლიეს ამ სახელგანთქმულ ქანდაკებათა კვარცხლბეკებს, მაგრამ თვით ქანდაკებები გაუჩინარებულია. მათი უდიდესი ნაწილი ბრინჯაოსი იყო და ალბათ შუა საუკუნეებში ლითონის დეფიციტისას გადაადნეს. ხოლო დელფოსში აღმოჩნდა ერთი ამგვარი ქანდაკება, მეეტლის ფიგურა. სურათი 53. 54 სურათზე ნაჩვენები, მისი თავი საოცრად განსხვავდება იმ ზოგადი წარმოდგენისგან, რომელიც შეიძლება ბერძნულ ხელოვნებაზე ასლების მიხედვით შეგვექმნას. თვალები მარმარილოს ქანდაკებებს ასე ხშირად ცარიელი და უმეტყველო რომ აქვს, ბრინჯაოსას კი ამოვსებული ფერადი ქვებით არის აღნიშნული, როგორც ეს იმ დროს კეთდებოდა. თმა, თვალები და ბაგეები ოდნავ მოოქრულია, რაც მთელ სახეს სიმდიდრესა და სითბოს სძენს. ამასთანავე იგი არც უგემოვნოდ ჭრელია და არც ვულგარული. ხედავთ, რომ ოსტატს არ განუზრახავს რეალური პიროვნების იერი იმ მთელი თავისი ნაკლით გადმოეცა. იგი მას ადამიანის ფორმის ცოდნაზე დაფუძნებით ქმნის. ჩვენ არ ვიცით, რამდენად გავს ფიგურა მეეტლეს. შესაძლოა აქ მსგავსება ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით სულაც არ იყოს. მაგრამ ეს ადამიანი საოცრად სადა და ლამაზი, დამაჯერებელი გამოსახულებაა. ამგვარი ნაწარმოებები, რომლებზეც კლასიკურ ბერძენ მწერლებს არაფერი უთქვამთ, გვახსენებს თუ რამხელა დანაკარგია ათლეტთა სახელგანთქმული ქანდაკებები. თუნდაც ათენელი მოქანდაკის მირონის ბადროს თხორცნელი. ნაპოვნია ამ ნაწარმოების მრავალი ასლი, რომლებიც მასზე ზოგად წარმოდგენას მაინც გვიქმნის. სურათი 55. ჭაბუკი ათლეტი იმ მომენტშია გამოსახული, სადაცაა მძიმე ბადრო უნდა გაისროლოს. იგი გადახრილია და თითქოს მეტი ძალით გასათხორცნად ხელი უკან წაუუღია. მომდევნო მომენტში იგი დატრიალდება და ბადროს ხელს გაუშვებს. გასროლას სხეულის ბრუნვას შეაშველებს. მისი დგომა ისე დამაჯერებელია, რომ თანამედროვე ათლეტებმა ნიმუშად აიღეს და ეცადნენ მის მიხედვით შეესწავლათ ბადროს თხორცნის ჭეშმარიტად ბერძნული სტილი. მაგრამ ეს არც ისე ადვილი გამოდგა, როგორც ისინი იმედოვნებდნენ. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ მირონის ქანდაკება ნამდვილი სპორტული ფილმის კადრი კი არ არის, არამედ ბერძნული ხელოვნების ნაწარმოებია. მართლაც, თუ უფრო გულდასმით დავაკვირდებით მას, აღმოვაჩენთ, რომ მოძრაობის გასაოცარ ეფექტს მირონმა ძველი მხატვრული ხეხების ახლებური ადაპტირებით მიაღწია. თუ ქანდაკების წინ დავდგებით და მხოლოდ მის მონახაზზე ვიფიქრებთ, უცებ მივხვდებით, რომ მას
ეგვიპტური ხელოვნების ტრადიციასთან აქვს კავშირი. ეგვიპტელი ფერმწერებივით მირონმაც ტანი წინიდან დაგვანახა, ხელფეხი კი გვერდიდან. მათ მსგავსადვე, ადამიანის სხეულის საერთო სურათი მისი ცალკეული ნაწილების ყველაზე დამახასიათებელი ხედებისგან შეადგინა. მაგრამ მის ხელში ეს ძველი და გაცვეთილი ფორმულები სულ სხვა რამედ იქცა. იმის მაგივრად, რომ ამ ხედებით დაჭიმული პოზის არადამაჯერებელი გამოსახულება შეეკოწიწებინა, მან ცოცხალ მოდელს სთხოვა ამგვარად დამდგარიყო და მისი პოზა ისე გარდაქმნა, რომ მოძრავი სხეულის დამაჯერებელ გამოსახულებად მოგჩვენებოდა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, მართლა თუ წარმოგვიდგენს იგი ბადროს სატყორცნად ყველაზე შესაფერის მოძრაობას. უმთავრესი ის არის, რომ მირონმა ისევე დაიმორჩილა მოძრაობა, როგორც მისმა თანამედროვე ფერმწერებმა. სივრცე. ჩვენამდე მოღწეულ ბერძნულ ორიგინალთაგან ამ ახლებურ თავისუფლებას ყველაზე გასაოცრად ალბათ პართენონის ქანდაკებები ასახავს. პართენონი ოლიმპიის ტაძარზე 20-ოდე წლით გვიან დასრულდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში ხელოვანებმა დამაჯერებელი გადმოცემის პრობლემების გაცილებით იოლად და მარტივად გადაჭრა ისწავლეს. ტაძრის შემამკობელი მოქანდაკეების ვინაობა არ ვიცით, მაგრამ რა კი იმ დროს ფიდიასი ტაძარში ათენას ქანდაკებას ასრულებდა, როგორც ჩანს, სხვა ქანდაკებებიც მისმა სახელოსნომ დაამზადა. 56 და 57 სურათებზე იმ გრძელი ზოლის, ანუ ფრიზის ფრაგმენტებს ხედავთ, რომელიც ტაძრის შიგა ნაწილს შემოუყვება და ქალღმერთის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საზეიმო პროცესიას გამოსახავს. ამგვარ დღესასწაულებზე მუდამ იმართებოდა თამაშები და სპორტული სანახაობანი, რომელთაგან ერთ-ერთი მეტად სახიფათო იყო. კაცი მართავდა ეტლს, რომელსაც 4 ცხენი მიაჭენებდა, ის კი ეტლიდან უნდა ჩამომხტარიყო, ხოლო შემდეგ კვლავ უკან შემხტარიყო. სწორედ ასეთი სანახაობაა ნაჩვენები 56 სურათზე. თავიდან შესაძლოა პირველ ფრაგმენტზე ამის ამოცნობა ძნელიც იყოს, რადგან იგი ძლიერ არის დაზიანებული. არა მარტო მისი ზედაპირია ჩამოტეხილი, ერთიანად გადასულია ფერიც. ძველად ალბათ ინტენსიურად შეღებილ ფონზე ფიგურებს ნათლად რომ გამოკვეთდა. ჩვენ ფაქიზი მარმარილოს ფერი და ტექსტურა ისე საუცხოო გგონია, რომ მის საღებავით დაფარვას არასოდეს ვისურვებდით. მაგრამ ბერძნები თავიანთ ტაძრებს ყოველთვის კონტრასტული ფერებით ხებავდნენ. მაგალითად, ლურჯად და წითლად. მაგრამ რაც არ უნდა, მცირე ნაწილი იყოს გადარჩენილი თავდაპირველი ნაწარმოებისა, ბერძნულ ქანდაკებებთან შეყოვნება არასოდეს უნდა დაგვეზაროს. რათა არ დაგვაუწყდეს, რომ რაც გადარჩა, მხოლოდ აღმოჩენის ჟინის დასაკმაყოფილებლად როდია შემორჩენილი. ჩვენს ფრაგმენტზე პირველად ცხენებს ხედავთ, 4 მათგანს ერთი მეორის უკან. მათი თავები და ფეხები საკმარისად კარგად არის შემონახული, რათა წარმოდგენა შეგვიქმნას მოგანდაკის ოსტატობაზე, რომელმაც მოახერხა ძულებისა და კუნთების აგებულებაც ეჩვენებინანა და თელის გაშეშებულობა და სიმშრალეც აეცილებინა თავიდან. მალევე ვწმუნდებით, რომ ადამიანების ფიგურებიც ასეთივე უნდა ყოფილიყო. ნაკვალევით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი თავისუფალი იყო მათი მოძრაობა და რამდენად მკაფიოდ ისახებოდა მათი სხეულების კუნთები. რაკურსი მხატვრისთვის დიდი სიძნელე აღარ იყო. ხელი ფარითურთ საოცრად ძალდაუტანებლად ზალდის მოხაზული. იგივე ითქმის მუზარადის გაფრიალებულ ფაფარზე და ქარით ატაცებულ დაბერილ მოსასხამზე. მაგრამ ახალმა აღმოჩენებმა ხელოვანი როდი გააყოყოჩა. შეიძლება მას ძალიანაც ახარებდა სივრცისა და მოძრაობის ასე დაუფლება, მაგრამ ვერ უგრძნობთ მის სურვილს ნახველის წინაშე ამით ებაქიბუქა. თუმცა ეს ჯგუფები ცოცხალი, გასულიერებული ხდებოდა. ისინი შენობის კედლის გასწვრივ მიმავალი საზეიმო პროცესიის წესრიგს კარგად ეხამებოდა. ოსტატს შენარჩუნებული ჰქონდა რაღაც იმ ბრძნული წესრიგიდან, რომელიც გამოიყოლა ეგვიპტელებისგან ბერძნულმა ხელოვნებამ. აგრეთვე ბერძნული დიადი გამოღვიძების წინა პერიოდში გეომეტრიულ ნახშებში მიღებული გამოცდილებიდანაც. სწორედ ხელის ეს დამაჯერებლობა პართენონის ფრიზის ყოველ დეტალს ასე მკაფიოდ და სწორად რომ წარმოგვიჩენს. ამ დიადი ხანის ყოველ ბერძნულ ნამუშევარს ეთყობა ფიგურების განაწილებაში ამგვარი სიბრძნე და ხელოვნება.
მაგრამ თვით იმდროინდელი ბერძნები ყველაზე მეტად სულ სხვა რამეს აფასებდნენ. ადამიანის სხეულის ყოველნაირ მდგომარეობასა და მოძრაობაში გამოსახვის ახლად მოპოვებული თავისუფლება შეიძლებოდა გამოსახულთა შიმოსახულთა შინაგანი ცხოვრების გადმოსაცემად გამოერენებინათ. სოკრატეს ერთ-ერთი მოწაფისაგან ვიგებთ, რომ სწორედ ამას თხოვდა ხელოვანებს ეს დიდი ფილოსოფოსი, რომელიც ქანდაკების ხელოვნებას თვითონაც დაუფლებული იყო. სულის მუშაობის გამოსახატად ისინი გულდასმით უნდა დაჰკვირვებოდნენ, როგორ ზემოქმედებს გრძნობების სხეულის მოძრაობაზე. ლარნაკების მომხატველები ისევ ცდილობდნენ არ ჩამორჩენოდნენ იმ დიდოსტატთა ახალ აღმოჩენებს, რომელთა ნამუშევრებით სამუდამოდ არის დაკარგული. 58 სურათზე ოდისევსის თავგადასავლის ერთი გულისამაჩუხებელი ეპიზოდია გამოსახული. 19 წლის განმავლობაში უცხოობაში ნამყოფი გმირი, მათხოვრად გადაცმული, ავარჯნით, ფუთით და ჭურჭლით შინ ბრუნდება. მას ფეხის დაბანისას ნაიარევით ცნობს მოხუცი გადია. ოსტატი ამ ამბის ჩვენთვის ცნობილი ჰომეროსისეული ვარიანტისგან ოდნავ განსხვავებულ ვერსიას მისდევს. შესაძლოა მან ეს სცენა თეატრში გათამაშებული ნახა. ბერძენმა დრამატურგებმა ხომ დრამის ხელოვნებას სწორედ იმ დროს შექმნეს. ასეა თუ ისე, ტექსტის დაზუსტებული ცოდნა სულაც არ არის საჭირო იმის საგრძნობად, რომ აქ რაღაც დრამატული, სულის შემძვრელი ხდება. ვინაიდან გმირისა და გადიას ერთმანეთისკენ მიმართული მზერა ნებისმიერ სიტყვაზე მეც გვეუბნება. ბერძენი ხელოვანები მართლაც დაოსტატდნენ ადამიანთა ურთიერთობაში აღმოცენებული სიტყვით უთქმელი გრძნობების გამოხატვაში. სხეულის წონასწორობაში სულის მუშაობის ჩვენების სწორედ ეს უნარი აქცევს 59 სურათზე გამოსახულის მსგავს სადა, საფლავის ქვას ხელოვნების დიად ნაწარმოებად. იგი მის ქვეშ დაკრძალულ ჰეგესოს ისეთად გვიჩვენებს, როგორიც სიცოცხლეში იყო. წინდგომი მოახლე გოგონა მას აწუდის ზარდახშას, რომლიდანაც ის ეთხოვა სამკაულს ირჩევს. ეს მშვიდი სცენა შეგვიძლია ტახტზე მჯდომი ტუტანხამონის ეგვიპტურ გამოსახულებას შევადაროთ, რომელზედაც ვხედავთ მას და მის მეუღლეს, რომელიც ქმარს ყელსაბამს უსწორებს. სურათი 42. ეგვიპტური ნამუშევრის მონახაზებით საუცხოოდ ნათელია, მაგრამ თუმცა იგი ეგვიპტური ხელოვნების გამონაკლის ხანას მიეკუთვნება. მაინც საკმაოდ გაშეშებული და არაბუნებრივია. ბერძნული რელიეფი ამგვარი უხერხული შებოჭილობისაგან შორსაა, მაგრამ მას შენარჩუნებული აქვს სილამაზე და გამჭვირვალობა კომპოზიციისა, რომელიც გეომეტრიული და კუთხოვანი კი აღარ არის, არამედ თავისუფალი და დაუძაბავია. აქ ყველაფერი, ზედანაწილის ქალთა ხელების მრუდით მოჩარჩოებაც, ამ ხასთა სკამის მრუდებში გამოძახილებაც და სუფთა რუტინამის მრუდებში გამოძახილიც. ჰეგესოს ლამას ხელზე ყურადღების გასამახვილებლად მოხმობილი მარტივი ხერხიც და სხეულის ფორმებზე გადაფენილი ნაკეცების გამომსახველი სიმშვიდეც. იმ სადა ჰარმონიის შესაქმნელადაა შეერთებული, რომელიც სამყაროს მეხუთე საუკუნის ბერძნულმა ხელოვნებამ შესძინა.